სულში ძვირფასებო, Я поздравляю вас в духе, სულიწმინდის დახმარებით. с помощью Духа Святого. ალელუია, ყველას გაკურთხებთ, Я вас всех ვინც благословляю. გვიერთება Кто также с нами на прямом эфире, და на связи, ღმერთის კეთილი ხელი იყოს თქვენზე. что Божья рука была на вас. მე მინდა ვილაპარაკო დღეს Я сегодня хочу говорить ისევ იესო ქრისტეზე. много о Иисусе Христе. ამენ. მე მინდა დღეს ვილაპარაკო მხოლოდ იესო ქრისტეზე ძვირფასებო. Я хочу говорить сегодня только об Иисусе. ჩვენ საყვარელ უფალზე და უფალთა უფალზე. О нашем любящем Господе, о Господе господствующем. იმიტომ რომ ის ღირსია ამისი. Потому что Он достойный для нас. ჰალელუია. ჩვენ გავიარეთ რამოდენიმე მათგანი იმაზე რომ იესო ამბობდა თუ ვინ ვარ მე. Да, мы говорили о том, что кем есть Иисус, кем Он является. ამენ. რომ იესო გვეხმარება იმაში რომ კარგად გავიგოთ თუ ვინ არის უფალი. Но Иисус помогает нам, открывает себя, чтобы мы узнали, кем Он является. ამენ რომ ის არის კარები, ის არის პური, Что Он есть дверь, Он ის есть არის дверь, გზა და ასე შემდეგ. Он есть путь. ჰალელუია. და ასევე იესო შედარებულია ძვირფასებო სიტყვაზე, იმიტომ რომ სიტყვა ამბობს რომ ერთი და სიტყვა ერთი და იგივეა. Он также есть слово, потому что написано, что Слово и Господь есть одно. და ძალიან ბევრი შედარება სიტყვასთან დაკავშირებითაც. Очень много примеров относительно Слова. სიტყვა არის შედარებული ცეცხლთან, უროსთან, წყალთან, И Слово тоже это огонь, это молот, это вода. შედარებულია מחვილთან Это Слово сравнится с мечом. და ძალიან ბევრთან, И очень много. რომ დავიმახსოვროთ და შევასრულოთ ძვირფასებო. Чтобы запомнили и исполняли. ამენ. და დღეს რომ დასვა კითხვა, Если сегодня мы зададим вопрос, რომ რა არის ყველაზე აუცილებელი ადამიანისათვის. что сегодня самое важное для человека? აუცილებლად უმრავლესობა იტყვის, И большинство скажут, რომ აუცილებელია ადამიანისთვის საჭმელი. они скажут, что обязательно для человека нужна пища. ამენ. არის საჭმელი აუცილებელი. А пища же очень важна для человека. ხო არ გაღიზიანებთ ვინც მარხვაში ხარ დღეს საჭმელზე საუბარი. Так кто сегодня в посту, я случайно вас не искушаю, იმიტომ რომ говоря о пище. იმიტომ რომ იესომ გითხრა რომ მე ვარო პური ძვირფასებო. Иисус сказал, что я хлеб. ამენ. და დღეს მინდა შევეხო მნიშვნელოვან დეტალს, Я хочу коснуться очень важной детали. იმიტომ რომ ბიბლია ასევე არის შედარებული რძესთან, სულიერ და ცოცხალ Также რძესთან, სუფთა Библия რძესთან. сравнена с духовным чистым молоком. და სწორედ ესეთი სათაურით მინდა დღეს შემოვიფარგლო, სულიერი რძე. И такое название проповеди – духовное молоко. ამენ. საჭმელი ჭირდება ძვირფასებო ჩვენ სულს. Пища нужна для нашего духа. ამენ. ადამიანი არის სული. Человек есть дух. ჰალელუია. სული არ აქვს ადამიანს. У человек не имеет духа. ის არის სული. Он сам есть дух. ჩვენი სინდისი. У нас есть совесть. ამენ. ხო ყველას აქვს სინდისი. У всех же есть совесть. ჰალელუია. ესე იგი სულიც გაქვს. Значит, есть ქება есть უფალს. дух тоже. მას აქვს სამშვენველი. У него есть душа. ადამიანი არ არის სამშვენველი, მას აქვს სამშვენველი. Человек не является душой, он имеет душу. ინტელექტი, ემოცია, Интеллект, эмоции, ნება, ძალაუფლება და ასე შემდეგ. власть. და ის ცხოვრობს სხეულში, დროებით სახლში. Он также живет временем в теле. და ყველაფერი საჭიროებს საჭმელს ვიფასებო. И все эти компоненты нуждаются в пище. ამენ. ხორცს ჭირდება ჭამა. Плоть нуждается в пище. ამენ. Аминь. ჭირდება ხორცს საჭმელი. Для плоти же нужна. და ეს ჩანს, რომ შენ ჭამ საჭმელს. И это видно, что ты питаешься. ამენ. გონებას ჭირდება საჭმელი Разуму тоже нужна пища. და ესე ჩანს, რას ჭამ და რითი იკვებები. Это тоже видно, вот, чем ты питаешь свой разум. ამენ ძვირფასებო და სულსაც ჭირდება საკვები. И также духу тоже нужна пища. და ესეც ჩანს და განსაკუთრებით ღმერთი ხედავს, რამდენად არის გამოკვებული ადამიანის სული. Это тоже видно. И Бог видит, вот насколько дух твой напитан, Бог видит это. და ღმერთი დასაწყისშივე ეუბნება თავის ერთს, ვიფასებო რომ არა მხოლოდ პურით ერთი ცოცხლობს კაცი, არამედ მისი ბაგიდან გამოსული ყოველი სიტყვით. И Бог вначале говорит своему народу, что не словом единым жить человек, но словом Божьим исходящий Иисус Божий. პური აუცილებელია. Хлеб важен. очень ვიფასებო, важен. მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე. Давайте мы согласимся. როდესაც უფალი გვასწავლის, რომ როგორ ვილოცოთ და იქ ვთხოვთ, რომ მომეცი პური არსობის, Помните, Господь учит нас и говорит, как молиться, хлеб нас насущный, дай нам на каждый день. პური მომეცი. А хлеб дай нам. ამენ. ეს პური ყველაფერია. Хлеб это все. ეს მხოლოდ პური არ არის. Это не только хлеб, это не только ამ პურში მოიაზრება ყველიც, в хлебе и свет,
კარაქიც, и масло, ხორციც, и мясо, ხილი და ბოსტნეული. фрукты, овощи, ამენ. ბორში, и также борщ, სალა. сало, ჰალელუია. ყველაფერია и პური. все это хлеб. ამენ. ყველაფერია ეს პური. Хлеб это все. და ეს ყველაფერი ძვირფასებო И это все. არის დროებითი სიცოცხლისთვის. Это все для временной жизни. ამენ. Аминь. მაგრამ სულიერი საჭმელი Но духовная пища ეს მარადიული სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. для вечной жизни обязательно. ამენ. Аминь. და ღმერთი გველაპარაკება კონკრეტულად. И Бог конкретно говорит к нам. იმიტომ რომ ის ამბობს რომ ჩვენ უნდა შევიყვაროთ, Он говорит, что возлюбите. უნდა გვენატრებოდეს, Да мы должны скучать по Нему. უნდა გვწყუროდეს, გვშიოდეს, У нас должна быть жажда. უნდა ვილტოდეთ. Да мы должны стремиться. და პეტრე მოციქული ხასს უსვამს ვიფასებო. И апостол Петр он подчеркивает. და მე ძირითადად პეტრეს ამ რამოდენიმე მუხლით შემოვიფარგლები დღეს. Я буду в основном читать вот эти стихи с Петра. პეტრეს პირველი წერილის მეორე თავის მეორე მუხლი. Это 1 Петра 2:2. ნახეთ, როგორც ახალშობილმა ყრმებმა ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისთვის. Новорожденный младенец, разлюбите чистое словесное молоко, чтобы возвратят в нем вас спасение, ко спасению. ძვირფასებო ბიბლია აქ შედარებულია რძეზე. Здесь Библия сравнена с молоком. ამენ. არის აქ ვინმე ვისაც ძალიან უყვარს რძე? Есть из вас те, кто очень любит молоко. ვის უყვარს რძე? ჰალელუია. აქეთ უფრო რძის, აქეთ არ გიყვარს რძე? Да вы не очень любите здесь молоко в этом ряду. რძის ნაწარმიც А გიყვარს? кто любит еще вот то, что с молока ჰალელუია. მეც производится? მიყვარს რძე. Да. იცი, უფალმა იცის, Да Бог знает, რომ ადამიანებს უყვართ რძე. что люди любят молоко. და ნახეთ, რომ ადვილი გასაგები იყოს И ჩვენთვის, что для нас было легко понять, ის გვეუბნება, რომ Он говорит, როგორც რძე გიყვარს, как ты любишь молоко, ასევე სულიერი რძე უნდა შეიყვაროს. так же люби духовное молоко. და რისთვის არის ეს? И для чего это нужно? ძირფასებო ყველა მიცით, ხო? Все знаете. ნუ რა თქმა უნდა, ყველა თავის თავს იქებს, Конечно, каждый хвалит себя. მაგრამ Но, ჩვენი კერძები, უთხარით რო გთხოვეთ. да, но наши блюда, грузинские блюда, ნახეთ, ჩვენი კერძები მსოფლიოში ცნობილია наши блюда, они известны во всем мире. და რომ ახალშობილს, თქვათ, მისცეს საჭმელად. Если новорожденному младенцу ты дашь ხინკალი, хинкали, ქაბაბი, кабаби, да, საუკეთესო გამზადებული, там лучше кабаби, как приготовленные. ოჯახური, Оджахури дашь, ჩახოხბილი და კიდე чахохбили, სხვადასხვა ბილი, еще разные били, другая пища. რომელიც ძალიან კარგია და Это დელიკატესია. очень вкусно и очень деликатно. ამ პატარა ბავშვს მოკლავს ვიფასებო. Если ты дашь ребенку младенцу, это его убьет. ამენ. Аминь. ამიტომ რძე არის აუცილებელი ჩვენისთვის. Для новорожденного обязательно молоко. დედის რძე შეიცავს ბავშვისთვის აუცილებელ და საჭირო ყველა ინგრედიენტს. Материнское молоко включает все ингредиенты, нужные для развития младенца. ამ რძეს გააჩნია დაპურების, დარწყულების და განკურნების თვისებები. И молоко есть свойство его кормить, исцелять, ამენ. დარწყულოს. да также напоить. ამენ. ამ დედის რძეში არის ვირფასებო პატარისთვის. Да, и в материнском молоке для младенца, ხინკალიც, там ჩახოხბილიც, и хинкали, и чахохбили, ქაბაბიც, и кабаби, სალათებიც и всякие разные და ყველაფერი салаты, რაც საჭიროა. и все, что нужно для него. ამენ. დედის რძეში ასევე არის ბუნებრივი იმუნიტეტი, რომელიც ეხმარება ბავშვს. Да также в материнском молоке есть иммунитет, который защищает ребенка, помогает. მე ცოტა მინდა გავიაროთ რძეზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვირფასება. Я хочу, чтобы вы видели эту картину, вот насколько важно это молоко. Что нам? დედის რძეს არ ჭირდება გათბობა, Материнскому молоко не нужно გაგრილება, греть или охлаждать, შეზავება, или его разбавлять, დამარილება, или его солить, აჯიკა რომ ეს აქნა რა ქვია გაურიო. или там смешать ее с аджикой, ცოტა დაატკბო შაქარი ან თაფლი რო или გაურიოს. там с медом там делать с сахаром. იქ არის აბსოლუტურად ყველაფერი რაც საჭიროა. В молоке есть все необходимое, что нужно малыша. რძე ისეთი რამ არის, რაც ძალიან უყვარს პატარას. Да молоко это такое, что они очень любят его. შეიძლება დედიკოზე მეტად უყვარს რძე. Даже, наверное, дети, они любят чуть больше молоко, чем маму. ამავე დასმე უყვართ ის უნდათ. Они вот хотят, все хотят. ემთო დედას რო უყურებს ტირის, Когда он смотрит на маму,
он плачет. მაგრამ ძეს რო ჭამს არტირის და იცინის და უხარია. А когда он кушает молоко, пьет молоко, он сразу радуется и смеется. აი ესეთია ღმერთი ისეთ რაღაცას გაკეთებინებს, რაც შენ გიყვარს. И Бог тоже так, он дает тебе такое, что ты очень любишь. что ты- როდესაც ემსახურები ღმერთს გიყვარს, მომსახურება. Когда ты служишь Богу, ты любишь служить Богу? ა? Любишь გიყვარს? служить Богу? Любишь ჰალელუია. служить? რძე კურთხევაა ოჯახისთვის ძვირფასებო. Молоко это благословение для семьи. მე მახსოვს მიყვებოდნენ. პირადად არ მახსოვს. Вот я не лично, но мне рассказывали. მე ტყუპის ცალე ვარ. Да я близнец, один из близнецов. და ნუ მაშინ პრობლემები ქონდა დედაჩემს ამ ორი ბავშვის გამო რძის. Да, у моей мамы были перебои с молоком, потому что და было... ნუ ისე მოქონდათ რაღაც ის რძეს ამზადებდნენ ჩვენთვის სპეციალურად. Да, действительно, вот там покупали молоко и готовили для близнецов. და ნახეთ, ერთი რო იტირებდა შიმშილის გამო, მეორეს იწყებდა ტირილს. Когда один близнец плакал от боли, другой და начал წარმოიდგინე плакать. ორი ბავშვის კივილი სიწყლარეში, ღამე, შუაღამე, ძილში. И представь, во время ночи два близнеца, он начинает плакать, орать, მთელი сახლი ფეხსია. и весь... ყვირის. Они кричат, и весь... და ბავშვი ყვირის არამ არ მიიღებს თავის რძეს პირში. Близнецы плачут, пока не получат нужное молоко. და თუ არ არის რძე, Если нет молока, то უნდა მოამზადო ადგე, გაათფო. да ты должен встать, приготовить, согреть это молоко. თუ ცხელია, იმაზეც იტირებს ბავშვი და ვერ შეჭამს. Да если горячее тоже нельзя будет плакать, нельзя горячее. ცივსაც ვერ შეჭამს, ის საშუალო უნდა И იყოს. холодное тоже нельзя. То есть და ერთხელ თურმე ესეთი რაღაცა მომხდარა. так было даже... რომ ტიროდით დაიბნა ბებიაჩები. Когда мы плакали близнецы, бабушка და растеряла. დედამ უთხრა ჩქარა цота გამიგრილეო. Да и мама сказала, быстро, быстро, нужно охладить это молоко. და ზამთარი იყო და ეს ცხელი ბოთლები წავიდა თოხში чадо. Она взяла вот эти горячие бутылки и бросила, положила их в снег. და გასკდა ეს ბოთლები И ზუსტად. представьте, они лопнули эти бутылки. და იქ ჩვენ რა თქმა უნდა მე ჰალელუია სიმღერა არ დავიწყე, უფროა. Да, мы не пели аллилуйя, опять кричали. близнецы. და როდესაც რძე არის А когда есть молоко, ღმერთისგან მოცემული, от Бога данное, იმას არ ჭირდება გაცხელება, მომზადება, ის მზად არის და ეგრევე მიიღებს ему не ღებულობს нужно ამას ბავშვი. обогреваться, оно просто уже готово, чтобы его ел малыш, принимал малыш. ამენ. Аминь. იმიტომ რომ უფალმა შექმნა ესე. Это все Господь сотворил. ამიტომ თუ არის რძე Если есть молоко, დედის ორგანიზმში, ჩვილისთვის, это грудное молоко есть у мамы для мамы. ეს ოჯახისთვის ბიუჯეტურიც არის და კურთხევაც არის. Это для семьи благословения и бюджета. ამენ მე მახსოვს როგორ ლოცულობდი, ვიდრე ბავშვები გაჩნდებოდნენ, Да, прежде чем родились мои дети, мы молились, რომ იყოს მუდმივად საჭმელი ბავშვისთვის. что всегда была пища для детей. ამენ. და ჩემს ჯიბესაც არ აკლდებოდა раме. И также прямо вот эту карману не ударяла, вот ამიტომ это, საჭმელი ძვირი ხის ვიფასება. а потому что это все дорого стоит. ღმერთი რასაც იძლევა ყველაფერი არის კურთხევა. А все, что дает Господь, это благословение. ამენ, იმიტომ რომ ღმერთი მაკურთხეველი ღმერთია. Потому что Бог, Он Бог благословляющий. ჰალელუია. და პეტრე მოციქული გვასწავლის, И апостол Петр нас რომ учит, როგორც პატარას უყვარს რძე, как новорожденные любят молоко, მუდამ უყვარს. они постоянно любят. ასევე ჩვენც უნდა გვიყვარდეს. Мы также тоже должны вас любить. უნდა გვენატრებოდეს. А мы должны скучать по нему. ღმერთის სიტყვა. და მოდით ნახოთ კიდევ ეს ადგილი. Это Божье Слово. ნახეთ როგორ წერია. რათა გავიზარდოთ. Чтобы возрасти. თქვი გავიზარდოთ. Скажи, возрасти. იცით, რატო ვარ მე ამხელა? Почему я такой взрослый, большой? რატო არის პასტორი ამხელა Да დიდი? почему пастор нужен взрослый, А? большой? რამ გაზარდა? Да что он, как он мог вырасти? პირველი საჭმელი იყო რძე Да, ძვირფასება. первая его пища და была ბავშვს молоко. იმიტომ ვაძლევთ საჭმელს, Потом ты даешь ребенку молоко, რომ გაიზარდოს. чтобы он вырос. იხარია? როდესაც დიდი ხანია ვინმე არ გინახია, ხო ეუბნები, ო როგორ გაზრდილ ხარ? Ты такой видишь, скажешь, как ты вырос? მარინა როგორ გაზრდილ ხარ? Скажешь, Марина, как ты выросла? რძეს ჭამდა. Она молоко пила. გესმე? და ასევე ძვირფასებო. ღმერთს უნდა რომ ჩვენ მისი სიტყვის სულიერი სუფთა რძე ჭამოთ და ვიკვებოთ რომ გავიზარდოთ. Он хочет, чтобы мы принимали духовное молоко, чтобы наш дух возрастал. სულიერი ასაკი არ მოდის და ის არ მიდის პარალელურად ფიზიკურ ზრდასთან. Потому что духовный возраст не параллелен с физическим возрастом. ამენ. ნახეთ, ხორციელი რძე Духовное молоко, ну молоко по плоти, обычное молоко. ჩვენ გზრდის, Оно нас, ну, возрастает. მაგრამ სულიერი Но духовное молоко, ხსნისთვის არის ვიფასებო. оно для спасения. ამენ. ნახეთ როგორ წერია, რათა მით გავიზარდოთ ხსნისთვის. Чтобы возросли с ним к спасению. გინდა გადარჩე? Ты хочешь спастись?
რომ საბოლოოდ გადარჩე. Чтобы в конце концов ამ გადარჩენას გაფრთხილება უნდა და ბრძოლა უნდა იმისთვის რომ გადარჩეს. спасение, которое мы уже имеем, мы должны его оберегать и бороться за него. ამენ. ამიტომ მუდმივად უნდა ვიკვებებოდეთ. И мы постоянно должны питаться. განუწყვეტლი უნდა ვიკვებებოდეთ. Мы постоянно должны питаться. სულ უნდა ვიკვებებოდეთ ღმერთის სიტყვით. Мы должны питаться Словом Божьим, ამენ, რომ გავხდეთ მოწიფული მასში. чтобы стать зрелыми. ჰალელუია. ამიტომ სულიერი რძე ძვირფასებო Потому что духовное молоко არის გარანტია ზეციდან. – это гарантия с неба, ჰალელუია, რომ შენ გადარჩები და იქნები დახსნილი. что ты будешь спасен, что ты спасение. ხორციელი საჭმელი არის გარანტია, რომ შენ შერი არ იქნები და იცოცხლებ. На пища для тела, это ты знаешь, что ты будешь жить, у тебя будет силы. და ეს იცის კარგად ეშმაკმა და არ უნდა რომ შენ სულიერად იზრდებოდე და მწიფდებოდე. Тело знает, что духовная пища на тебя будет, ты будешь зрелый, и он და мешает. რაში ნახულობს ქრისტიანი გამოსავალს? И в чем христиан находит выходы? ო, Христиане. მაპატიე ღმერთო, Он говорит, Господь, прости меня. ისე დამაღამდა თავზე, კიდევ ვერ წავიკითხე Я ბიბლია. так уже, все, уже ночь пришла, а я так и не прочитал Слово Божие. არა და დაგპირდი, А я тебе обещал. კარგი ხვალიდან დავიწყებ. Я начну читать с завтрашнего дня. იღვიძებს მეორე დღეს, Он пробуждается на второе утро, ხორციელ საჭმელს ჭამს, ну, есть завтрак, არავინ არ ამბობს. и никто не говорит. საღამოს დაწოლის წინ, Вот перед сном, ღმერთო მაპატიე, Господь, прости меня. მე დღეს ვერ ვისაუზმე, Я сегодня не позавтракал, ვერ ვისადილე, не пообедал ვერ ვივახშმე. и не поужинал. აი ხვალიდან სამივე შევჭა. А завтра все три და კიდე მოუმატებ ერთ ორს. еще два, что-то там добавить. ხემს მოუმატებ. Ну, какой-то перекус еще добавить. ამენ? არა. Нет. ამას არავინ არ ინანიებს. В этом никто не кажется. არის აქ ვინმე ვისაც ერთი კვირა არ უჭამია საჭმელი? Есть через тот, кто одну неделю ничего не ел. არის აქ ვინმე ვისაც ბიბლია არ წაუკითხია? А есть люди, которые сегодня не прочитали Библию. ა? რათა გავიზარდოთ ხსნისთვის? Чтобы нам возрасти к ეს спасению. მაგს არ უნდა რომ ხსნისთვის გაიზარდო. Я не хочу, чтобы ты возрос к спасению. აქეთ გაიზარდე არ არის პრობლემა. Здесь ты можешь расти, მაგრამ იქეთ არ უნდა რომ გაიზარდო, გესმის? а туда он не хочет, чтобы ты рос. ამიტომ მისი მთავარი მისია И главная миссия дьявола დახუროს ბიბლია. – закрыть для тебя Библию. შენ ხო გააქვს ბიბლია კაც? Главное, ты имеешь же Библию. ყავის ბიბლია გაქვს. У тебя кожа, ძვირფასი, у тебя дорогая ოქროს кожа, ფურცლები. у тебя так золотистые странички. მაცივარი სავსია სანოვაგით, У тебя холодильник полон продуктами, მაგრამ არ ჭამ. но ты не ешь. დასარგებელია. Тогда какая польза? ესმე. Понимаешь? აზრი? Ну какой смысл? ო, მოდი მესტუმრე. Скажешь, приходи ко мне в гости. მე ისეთი ნატურმორტები მაქვს. У меня такие натюрморты სხვადასხვა კერძები. и разные блюда. მე მინდა გაჭამო ისინი შენ. Я хочу, чтобы ты ел этот натюрморт. ის ნახატი ღირს 9 მილიონი. Этот натюрморт стоит 500,000. ქართული სუფრა. Грузинское застолье. გაგიმასპინძდები მოდი. И я хочу тебя угостить. სასაცილოა? Это смешно. გესმის ძვირფასებო. Понимаете? ასია დღეს ქრისტიანები სამწუხაროდ. И также сегодня, к сожалению, христиане. ამიტომ მონანიება რა არის? Что такое покаяние? შენ იცვლები და აღარ იმეორებ. Ты просто изменяешься и повторяешь. ამენ? Ამენ. იცვლები და აღარ იმეორებ. Ты меняешься и не повторяешь. იესო თქვა მე ვარ პური. Иисус сказал, что я хлеб. ამენ? Аминь. იესო გვეუბნება ყველაზე ჩვენთვის სასიამოვნო სფეროს ეხება. Бог здесь касается самой для нас такой, ну, приятной сферы. მოდით ნახოთ პირველი ილუსტრაცია ზუსტად. Давайте посмотрим на первую иллюстрацию. საინტერესოა. Какая интересная иллюстрация. ესმეთ. არის განსხვავება სიყვარულს შორის ბიბლიისა და პურის? Да, есть разница между любовью к Библии и любовью ко хлебу. მე როგორც გითხარით, პური ყველაფერია. Я сказал, хлеб включается все. ამენ? Аминь. გიყვარს პური? Ты любишь хлеб? გჭირდება. Он тебе нужен. ამენ? და თან გიყვარს? И ты еще плюс любишь его. არავინ არ ამბობს ჭამის დროს. И ты говоришь, во время ო, ისევ საჭმელი. опять еда. ო, კაი კიდე უნდა ვჭამო რა. Опять я должен есть. ხო ვჭამე დილით. Да я же утром აი ისევ შუა დღეზე უნდა ვჭამო. опять в обед должен есть. პირიქით სიხარულით მიდიხარ საჭმელად. Ты ო, сразу ешь пищу. რეფლექსები გაქვს გამომუშავებული. Ты должен все рефлексы задействовать. ნერწყვები მოგდის. И слюнки текут.
ისე გიხარია ჭამა. Да ты так рад пище, приему пищи. ესე ხარ ბიბლიასთანაც? Ну как же ты с Библией рад? ესე გარბი ხარ ბიბლიის საკითხველადაც? Да так ты идешь, чтобы читать Библию, ну, вот так бежишь, გესმით? понимаешь? განსხვავებები მინდა დავინახოთ, ამიტომ გძეზე ცოტა ბევრს ველაპარაკები. Я хочу, чтобы вы увидели различия, потому я вам много говорю о молоке. ძვირფასებო არსებობს ძის შემცვლელიც. Есть это также замена молока. ამენ, სხვადასხვა ფხნილებით რაღაცებს აწყობენ. Да есть такое сухое молоко, ну всякие такие смеси. ფხნილი, хорошо. Да, смесь. და ასევე სატყუ არა არსებობს ძვირფასებო. Есть также пустышка. ამენ. სოსკა. Соска пустышка. ვის უყვარს სოსკა? Кто любит вот эту пустышку? არის აქ ვინმე ვინც სოსკას წოვს? Есть кто соску еще сосет? Вот эту пустышку. ბავშვი რო იტირებს, Вот когда ребенок плачет, ამ სატყუარას მისცემენ? они дадут ему вот эту пустышку. ო, მშვიდდება ბავშვი. И он чуть-чуть успокаивается. ესეთ ქართულად ესე ქვია, А в грузинском как называется она? სატყუარა. В русском пустышка, а в грузинском, ну, обманщица. как ამენ. вот. ქართულად სოსკას ქვია სატყუარა. Соска называется, как бы перевести, ну, как обманщик. ამენ. обманщица. ამით ატყუებ ბავშვს. Этим ты его обманываешь. იმას გონია რომ იქიდან რაღაც ნამუნამუ გამოვა. Он что-то еще какое-то, ну, пища. და რაღაც დროით აჩერებს И ბავშვს. какое-то время ребенок успокаивается. და დღეს ამ წუთისობას ბევრი სატყუარები აქვს. И сегодня у этого мира очень много вот этих обманщиков. ტრადიციას ბევრი სატყუარები აქვს. У традиции много этих обманщиков. ეშმარს вещей. რელიგიას ბევრი Вы სატყუარები აქვს. видите, у тебя много этих обманщиков пустышек есть. რითაც ადამიანები არიან შეჩერებული და ხვალიდან დავიწყებთ გამოსწორდება. И люди как бы успокаиваются, чтобы не искать Бога, чтобы не ходить. რა არის თავარი სატყუარა დღეს? И главное, вот эта пустышка, эта обманщица в чем заключается? ჯერ ერთი არა, ну, არც ისე კარგი საკვები, Это не очень хорошая სწრაფი კვება, пища, это фастфуд. ნახევარ ფაბრიკატები. Да, всякие полуфабрикаты, ათასნაირი ქიმია, всякие химия, გესმით? ინტერნეტი, интернет. ყველაზე მაგარი სოსკა სატყუარა, ეს არის შენი პატარა კომპიუტერი ჯიბეში. Это самая большая вот, пустышка, это такой телефон. ნახეთ ერთი ილუსტრაცია მაქვს და მინდა დაუკვირდეთ კარგად ვიფასებ. Хочу, чтобы ты обратил внимание. ნახეთ, გაადვილებული ცხოვრება. Это такая жизнь очень, ну, это легкая жизнь. ტელეფონი ყურში У нее телефон, ბავშვს აწოვებს პეპსიკოლას მგონი, да ребенок ну, пьет пепси. გესმით? და ცხოვრობს, И так живет. არსებობს. И так существует. რა სჭამ? Что ты ешь? რით იკვებება შენი სული? Да, чем твой дух наполняется? რით იკვებება შენი სამშვენებელი? Чем наполняется твой разум? რა დღეშია შენი სული? В какой ситуации находится твой дух? ამიტომ ყველა დანარჩენი ვერ გიხსნის, მხოლოდ სულიერი სუფთარზე არის შენი ხსნისთვის. Другое тебе не поможет спастись, только чистое духовное молоко. დღეს ქრისტიანები სხვადასხვა სატყუარათი ფლანგავენ დროს ვიფასებ. Сегодня христиане просто тратят свою жизнь на всякие вот эти пустышки. თუ დრო გაქვს Если ты имеешь время, ტელევიზორისთვის, время для телевизора, ხომ უნდა დრო? у тебя есть время. ხომ უნდა დრო? Да нужно время, ცოტა чтобы- წინ გადი да, როგორ. чтобы посмотреть. ამენ? თუ კომპიუტერისთვის გაქვს დრო, И если у тебя есть время для компьютера, ჭირდება კომპიუტერს დრო. для компьютера нужно же время. თუ შენი ტელეფონისთვის გაქვს დრო, Если у тебя есть время для просмотра телефона, ჭირდება დრო ტელეფონს. нужно же время для просмотра. ხო ნახულობ ამისთვის დროს. Ты же находишь время для просмотра. ამენ? Аминь. მაშინ ბიბლიისთვის რატო არ გაქვს დრო? А вопрос, а почему у тебя нет времени для Библии, для чтения Библии? იმიტომ რომ ის გინდა Потому что то ты желаешь и хочешь, და ეს აღარ გინდა. а это не хочешь. და ღმერთი გეუბნება, И Бог говорит тебе, თუ ღებულობ სულიერ სიტყვას ეს ზრდისთვის არის და если ხსნისთვის, ты принимаешь духовное молоко, это для возрастания, для спасения. ამენ, მაგრამ თუ არ ღებულობ, А если не ეს принимаешь, სიკვდილია. это смерть. ამენ. Аминь. როდესაც ღმერთმა უთხრა მოკვდებითო არ დამიჯერეთო პირველ ადამიანს. Так когда Бог сказал человеку, что когда не будете послушать, вы умрете, ფიზიკურად კი არ მოკვდნენ ისინი. они физически не умерли, სულიერად მოკვდნენ они ძირფასებად. умерли духовно. რამდენი სულიერად მკვდარი ქრისტიანი ნომინალური არის დღეს. Сколько сегодня мертвых христиан, таких номинальных христиан? ესმე, სავალალო მდგომარეობა. Очень такое неприятное положение.
предложение. ხალხი არ კითხულობს სიტყვას. Люди не читают Слово Божие. არ კვებავს მის სულს. Люди не питают свой дух. და სულს ღაფავს. И просто их дух уже как бы, на истощении. ამაოებისთვის აქვს დრო, У них на всякую суету есть время. ნაგვისთვის აქვს დრო, Для всякого мусора время есть, მაგრამ ღმერთისთვის არა. а для Бога нет времени. უნდა მივაქციოთ ამას ყურადღებას ვიფასებთ. Пожалуйста, друзья, обращайте внимание на это. ამიტომ რომ საჭმელს არ ჭამს ორი კატეგორია ხალხის. Потому что пищу не принимают две категории людей. ავადყოფები, Это больные люди. ამენ, Аминь. ვერ ჭამენ. Они не могут есть. მადა არა აქვთ. У них нет. შეიძლება უნდათ, მაგრამ არ ვერ ჭამენ. Они, может, хотят, но у них нет аппетита. და მეორე კატეგორია, Еще другая категория есть. მკვდარი. Мертвые. დანარჩენი ყველა ჭამს. Остальные люди все кушают. აბსოლუტურად. Абсолютно все едят. როგორც კი თავისუფალ დროს ნახავს ადამიანი, Как у человека свободное время, он сразу, მუშაობს ხბები. сразу челюстью начинает работать. ამენ. დიდება უფალს. Слава Богу. ნახეთ, საჭმელს არ ჭამს, მკვდარი და ავადყოფი. Там мертвые не едят и больные люди. ბიბლიას И также Библию არ კითხულობს, не читают, არ ჭამს, не едят, не არ пьют, სვამს. не пьют и не едят. ავადყოფი და მკვდარი. Больные и мертвые. გესმით? Понимаете? ამიტომ დროა რომ გამოფხიზლდე, Время тебе отрезвиться. მიხვიდე უფალთან და გაცოცხლდე. Прийти к Господу и чтобы ты ожил. ხომ გინდა იკითხო ბიბლია? Ты же хочешь читать Слово Божие? არავინ არის ვინც იტყვის რომ აღარ მინდა ბიბლია ვიკითხო. Те, кто скажет, я не хочу читать. Ყველა Наверное, სუნდა. все хотят читать. მაგრამ რატო ვერ კითხულობ? Но почему люди не получается у них ან прочитать? ავად ხარ, Или ты болен, ან მკვდარი ხარ. или ты мертв. და დრო არის რომ გაგაცოცხლოს И უფალმა. время, что Бог тебя оживил. მიხვიდე და უთხრა ღმერთო მაპატიე. Прийти к Богу сказать, Господь, прости меня. როდესაც წარს დგები მის წინაშე, Когда ты пристанешь перед Богом, შენ პასუხს აგებ იმაზე, რასაც აკეთებდი. ты отдашь отчет в том, что ты делал. ამენ. Аминь. რაში ატარებდი დროს და რაში უნდა გაგეტარებინა და არ აკეთებდი Как ты ამას. проводил время, и в чем ты должен был провести, и ты не проводил, ты не делал. ისევ ბიბლია გაქურნავს და აღგადგენს. Библия тебя исцелит и восстановит. ამენ. ასევე კონტრასტია ერთგვარი. И есть такой контраст. ეკლესიაში სუფთარ ძეს ღებულობ Ты в церкви принимаешь чистое духовное молоко, და სახში რაღაც სუროგატებს უმატებ. а в доме, когда приходишь, ты такие где суррогаты добавляешь всякие. გესმით? ძის ესე თქვა შეცვლაც არ შეიძლება ზურფასი. Но также менять молоко нельзя. თქვენ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ თუ რისგან შედგება რძე? Вы можете исследовать, из чего состоит грудное молоко. ჩვეულებრივად. Очень просто. საერთოდ რძის ეგ. А вообще молоко. ნუ რძე შედგება ნახშირწყლებისგან, ცილებისგან, ცხიმებისგან, Когда берут მინერალებისგან, ფრუქტოზისგან. духовный глюкоз, ესეთი თეთრი მასაა გამჭვირვალე სუფთა. это такая прозрачная. და შენ ვერ იტყვი რომ აი რძე მიყვარს, Ты знаешь, что я молоко люблю. მაგრამ არ მიყვარს რძეში ფრუქტოზა და цилები. Я только люблю молоко, а вот белки в молоке и глюкозу я не люблю. აი ამოიღეთ ეს ინგრედიენტები Эти ингредиенты уберите с молока, და მერე დავლევ რძეს. и в этом случае я буду. ვინმე ვერ იტყვის ამას. Так люди не იმიტომ ის говорят. ერთიანია, მთლიანია, მისი გაყოფა შეუძლებელია. Потому что молоко нельзя эту структуру, эту форму და разделить. ბიბლიაც მასეა. И также Библия. შენ ვერ იტყვი რომ აი ეს ნაწილი არ მიყვარს, Ты скажешь, вот эту часть Библии я не люблю, აი ეს მიყვარს. ძველი აღთმა არ მიყვარს, Старый Завет не люблю, ახალი მიყვარს. а Новый Завет люблю. აი მხილების მუხლები არ მიყვარს Стихи, которые меня обличают, я не люблю, და დანარჩენი მიყვარს. а остальные я люблю. ამას ეწოდება კონტექსტიდან ამოხევა ზურფასი. Это значит вырвать из контекста. ხოლო კარგი რაღაცები მელაპარაკე. Только говорить о хороших вещах со мной. თუ რამეა მე გასწავლი შენ კაცო, рас მასწავლი აქ ამასულხარ. Мне не нужно учить, я сам тебя буду учить, мне не надо. ეს მეძურფასებო. Понимаете, друзья? ბიბლია მთლიანია, Библия, ერთია, განუყოფელია. она неделима, она едина. ამენ და ის შენთვის არის რომ გამოგასწოროს. Она для тебя, чтобы исправить, изменить тебя. ამენ. Аминь. თუ არ მიიღებ ვერ გამოგასწორებს. Если ты не примешь, она როგორც წამალი. менять тебя, как лекарство. ყველაზე საუკეთესო წამალი რო ქონდეს. Если это будет самое лучшее лекарство, ყველაზე საუკეთესო ექიმის გამოწერილი выписано лучшим врачом. და არ მიიღებ მას. Если ты не будешь принимать лекарства, რა სარგებელია? какая польза, что имеете лекарство? არაფერი. Никакой. ნოლი. Ноль. ამენ. ბიბლია უნდა მიიღო, Также გამოიყენო. Библию, ты должен принимать ее. ჰალელუია. არასოდეს არ უნდა ამოხიო კონტექსტიდან ის. Ты никогда
иногда не должен вырывать стихи из контекста Библии. Amen. Amen. ჩვენ ასევე ვიცით ვიფასებ რომ რძე მიტოვებული ამჟავდება. Мы также знаем, что молоко, которое оставлено, оно скиснет. Amen. აგმჟავებიათ რძე, დაგრჩენიათ სადმე დამჟავებულა? Когда-нибудь в вашей жизни вы оставляли молоко без холодильника, и оно скисало, допустим. Ну, были такие случаи. ის აღარ გამოიყენება, იმას ვეღარ მიიღებ. Скисшее молоко уже непригодное. და მე მინდა გითხრა შენ, Я хочу сказать, რომ სულიერი რძე არასოდეს არ ამჟავდება, а духовное молоко никогда не скиснет. მაგრამ სულიერ რძეს Но духовное молоко, რაღაც ამჟავებს. что-то может ему навредить. Amen. რაღაც А ამჟავებს. что-то дает ему скисать. Amen. რა არის ის, რაც ამჟავებს ღმერთის სიტყვას? Да что, вот в каком случае скисает это Божье ამიტომ Слово? რძეს უნდა გაუფრთხილდე რომ არ ამჟავდეს. Чтобы молоко не скисло, ты должен быть аккуратным. Amen. უნდა გაუფრთხილდე. Ты должен за ним... მოდით ნახოთ პირველი პეტრეს 2-ის პირველი მუხლი. Это 1 Петра 2. ამრიგად მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, მზაკრობა, პირფერობა, შური და ავსიტყვაობა. Итак, отложите всякую злобу, и всякое коварство, и злоречие, и зависть, и всякое словословие. ზურფასებო, ნახეთ, სულიერ რძეს ამჟავებს. Духовное молоко скисает в том случае, ბოროტება, злоба, მზაკრობა, коварство, შური, зависть, პირფერობა და лицемерие, ავსიტყვაობა. и всякое злословие. შენ მიიღე სუფთა რძე Ты берешь духовное молоко, და რაღაც გაიფიქრე ვიღაცაზე. и ცუდი გაგიკეთა და ბოროტება чем გაიფიქრე. тебе плохо сделать, ты что-то плохое мне ამჟავდა. уже скисает. ესმეთ, Понимаете? მზაკრობა განიზრახე. Ты какое-то коварство в сердце носишь. Ну, задумай. ამჟავდა ეს ყველაფერი. Все это скисло молоко. შეგშურდა. Ты кому-то позавидовал. ის კი არა რომ აი იმას რატო აქვს და მე არა. Вот у него есть, а у меня нет. ცუდად მოგეპყრო ის ადამიანი. Человек с тобой плохо поступил. აი ეს წარმოშობს შურს. Или у тебя зависть такая внутри. აღარ გინდა რომ карგად ხოვდეს ყველაფერი მას. Ты не хочешь, чтобы у тебя все хорошо было. Amen. Что? პირფერობა. Лицемерие. მიყვარ ხარ ძმაო, Брат, я люблю тебя. მაგრამ ეს არის მხოლოდ სიტყვა. Но это только на словах. ეს ამჟავებს წეს. Это тоже скисает. ო, როგორ ბრძანდები? Как ты себя чувствуешь? ო, მობრძანდით. Ой, заходите, дорогие. და ფიქრობ რა მოიყვანა. А ты думаешь, что они, извините, пришли сюда сейчас вообще? Что они Kas me- пришли? და ბევრი რამ არ მინდა ეხლა ამაზე გავაგრძელო. Я не хочу еще долго продолжать. და ავსიტყვაობა, Еще злословие. ცუდი სიტყვა, Ну, плохие слова. წევლა, გინება, Проклятие, ругательные слова. სიცრუე, Ложь, ცილისწამება, клевета, ჭორი сплетни. ამჟავებს რძეს. Да, это все скисает в этом случае молоко. და ბიბლია ამბობს რომ მოიშორეო, И Бог говорит, отложите, уберите. მოიშორე. ნახეთ, Уберите в русском. Ну, ამ სიტყვაში ფუძე არის სიშორე, მანძილი ძვირფასებო. Грузинское слово означает, чтобы это было удалить. ის არ მოგშორდება. Это от тебя не удалится. იცით, ამ პანდემიის მერე ძალიან მომრავლდნენ თოლიები ძვირფასებო. Во время пандемии очень много слышалось чаек. ბათუმში. В Батуми чайки разбирают. მანქანას გავრეცხავ, Он мне, допустим, помой машину, შუაღამეს გადაიფრენენ, они пролетают ночью. და დილას ჩავდივარ და მანქანა დასვრილია. Я спускаюсь, и машина грязная და такая. კათამივით პატარა კი არა აქვს ამ თოლიას. Они такая, у них как у пули, они так. და თუ მზემ დაანათა მე კი ვეღარ მოგარეცხავ ამას. Да, если она засохнет, очень трудно его. და რას ვაკეთებ ამ დროს? И что я делаю в этом случае? ვიდეო თვალს ვაყენებ, Я включаю этот ვი- видеоглаз. ვიდეო თვალს Видеоглаз. უსაფრთები რომელმა იკადრა ეს Я говорю, какая-то чайка так подбросила мою машину на газе. და ველოდები რომ მოუკლა? И я хочу это застрелить? არა. Конечно же нет. რას ვაკეთებ მე? Что я делаю? ვაშორე. Я просто Врецхав. от грязи. ამენ. Мою. ღმერთი არ გვეუბნება ჩვენ, Бог не говорит нам. რომ სიბინძურე რომელს ვიღაცამ გესროლა შენ, Грязь, которую кто-то кинул в твою сторону, მოგშორდება. оно от тебя удалится. შენით არ მოგშორდება. Само по себе оно не уйдет. ქონია ვინმეს ესეთი შემთხვევა? Вот знаете, такие случаи. მიდიოდა Человек пришел, და пришел, ჩიტმა დაასკინდა. и просто птичка нагадила. ქონია შემთხვევა. У вас были такие რას случаи? აკეთებ? Что ты делаешь? იშორებ. Ты просто Врецхав. ты просто избавляешься Ашуктавებ. от этого. Ты чистишь. შეხვარდებ იმ ჩიტს რომ უხშენ და აგინებ მას. Понимаешь, эта птичка, ух ты! არა ეს გაფრინდა. Она просто улетела.
хотел. ამენ. ის გეხმარება შენ. Это птичка? ის გეხმარება. Да, эта птичка помогает. ანუ ეს კინტლი გეხმარება. И вот этот нанос, как бы, птички на полете как-то. გეხმარება, Она помогает тебе, რომ მადლიერი იყო. что тебе быть благодарным. ამენ, რომ ჰალელუია იმღერო. Что ты пел аллилуйя. ამენ, რომ სულიერად გაიზარდო. Что ты духовно вырос. ამენ და მოიშორო. И ты должен очиститься. ადამიანი თუ ცუდად გეპყრობა, А сейчас, который поступает плохо, ის არაფერ შუაში არ არის. он тут ни при чем. ღმერთშენი შეცვლა უნდა. Он хочет менять себя. ამენ, რომ თავმდაბლობა ისწავლო, Чтобы ты научился смирению. რომ მადლიერი იყო. Чтобы быть благодарным. ჰალელუია, რომ გიხაროდეს, Чтобы ты радовался. რომ სიხარულად შერაცხო. Чтобы все с радостью და принимал. ზოგი თარგმანითით რას ამბობს ვიფასებო? И некоторые переводы, знаете, как говорят? გადააგდე. Написано, выбрось. ცუდად მოგეპყრენ? С тобой плохо поступили. გადააგდე. Выбрось. ამ ნაგავს რა სინახავ? Мусор почему? რამდენ ხანს ინახავ? გადააგდე. ამენ, მოიშორე. Избавься. ჰალელუია. გაისუფთავე გული. Очисти сердце. იმიტომ რომ ეს Потому что это, სულიერ ძეს ამჟავებს. вот это духовное молоко вскиснет. ამენ. ეს მეძვიფასება. Понимаете, არ მისე საშუალება რომ ამჟავდეს. не дай возможность, что что-то скисало тебе духовное молоко. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთო ეს. Ни в коем случае не делай так. მოიშორე ეს ნაგავი, რაზეც უფალმა თქვა. Избавляйся от мусора, который Господь сказал. ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც შედის მასში, Сказал Иисус, не то оскверняет человека, что входит в человека, არამედ რაც გამოდის а მისგან. то, что исходит из него, то ანუ оскверняет. დაუკვირდი რა გამოდის შენსგან. Наблюдай, что исходит внутри тебя. სულიერ ძეს ამჟავებს, რაც გამოდის შენსგან. Духовное молоко скисает. Вот то, что исходит внутри тебя, это и дает тебе скисать молоко. ამენ. რაც შედის ის არა. А то, что входит, нет. რა მითხრეს, Что мне сказали, ეს არ ამჟავებს. это не скиснет молоко в этом რა случае. პასუხს გვაძლევ, აი ეს იმოქმედებს ამ ყველაფერზე. Какой ответ я даю, этот случай будет влиять на молоко, на качество ამიტომ უნდა молока. მივაქციოთ ყურადღება, Поэтому обращай внимание. რომ სწორად მოვეპყროთ სულიერ ძეს. Мы должны правильно обращаться с молоком. ჯონ ვიკლიფს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი. მინდა წავიკითხო. Я хочу одно выражение, Джон. ვიკლიფ. ეშმაკ საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი, რომ ბიბლია გააქვს. Вообще, дьявол все равно, имеешь ли ты Библию? მას მხოლოდ ის ბიბლია აშინებს, Он боится только той Библии, რომელმაც შენში ღრმა ფესვები გაიდგა. которая в тебе углубилась, сделала большие корни, შენს გულში გაუშვა фესვები которая пустила корни в твоем და сердце. რომლის საფუძველზეც შენ ღვთის ნების თანახმად ცხოვრობ. И исходя из этого ты живешь по воле Божией. ამენ. Аминь. აი რა აშინებს ეშმაკს, Вот чего боится дьявол, რომ შენ ღმერთის ნებას ასრულებ когда ты исполняешь волю Божию. და არა ის, რომ ბიბლია გააქვს. А не то, что ты имеешь Библию. ხო, ყველას გვაქვს ბიბლია ძვირფას. Вы же все имеете დღეს ის Библию. დროა, რომ რამოდენიმე ბიბლია გვაქვს. Сейчас такое время, что у некоторых много переводов, Аминь. разной Библии. ეშმაკს ამისი არ ეშინია. Дьявол не боится ის этого. გეტყვის, ო, შენ როგორი კარგი მორწმუნე ხარ. Какой ты хороший. რა კარგი хороший. ბიბლია გაქვს. Какая у тебя О, классная როგორ Библия. სუფთა. Такая чистенькая. ო, აქ ფურცლებით დაწეპებულია. И даже такие склеенные листочки все. ალბათ არ გაგიხსნია ჯერ ცხოვრებაში. Наверное, ты еще в жизни не открывала тебе. ო, მაგრამ სუფთად არის. Очень чистенькая, არა. очень იცით ухоженная. რა ნერვიულებს ეშმაკს? Знаете, как когда нервничает дьявол? როცა ამის თანახმად Когда на основании этого слова. საათვესწრენია. А, соответственно. ამენ. შენ ღმერთის ნებას ასრულებ. Ты исполняешь волю Божью. ამიტომ გაუფრთხილდი რომ არა ამჟავო რძე შენში ძუ. Обращай внимание на себя, что духовное молоко не скисало в тебе. იცით რძე რო არ ამჟავდეს, საჭიროა მისი გაყინვა ან ცეცხლზე გაცხელება. Чтобы молоко не скисло, или нужно его заморозить, или его вскипятить. გესმით? ნელთბილი ამჟავდება. То есть теплое, оно в любом случае скиснет. ქალბატონებო მეთანხმებით? Женщина со мной согласна все? ხომ არ მეშლება რამე? Я не ошибаюсь? ხაზიაიუშკი? Хозяюшка. ა? სწორი ვარ? Я прав? ნელთბილი ამჟავებს რძეს. Да, теплое, в теплом состоянии, она будет скиснуть. ის უნდა იყოს ან გაყინული, Она или надо заморозить его, ან ცეცხლზე გახურებული. или даже вскипятить его. უფალმა რა გვითხრა? Что сказал Господь? ნელთბილს ამოვანთხებ. Теплого я извергну из уст моих. შენ როგორი ხარ? Сторону. Как ты? В какой ты ситуации? არ მისე სიტუაცია შენს ცხოვრებას, რომ ამოსანთხები გახდე. Не дай, чтобы ситуация сделала так, конечно, что тебя исторгнул Бог. გაუფრთხილდი სუფთა რძეს. Оберегай это духовное чистое молоко. გესმით? იმიტომ ბიბლია როგორც რძე უსარგებლოა კარადაში თუ დევს ვიფასებო.
Да вот Библия, как молоко, если она лежит на полке, она бесполезна. ამენ. ის უნდა მიიღო, დალიო და იკვებო მისით. როგორც ბიბლია. Как Библия тоже пить молоко, и Библию тоже читать и принимать. გახსოვთ ჩვენი საყვარელი ერთ-ერთი გამონათქვამი. А помните наше такое слово, которое мы любим, выражение, ბუზი ცხელტაფას ვერ მიუახლოვდება. что муха на горячую сковородку не садится. ამენ. ვერ მივახ. დაფრინავს ახლოს, Она летает, муха вокруг, მაგრამ ახლოს ვერ მიდის. но когда горячая, она не может. თუ შენ ცხელი ხარ, ვერ მოვა პრობლემა. Если ты горяч, то эта проблема не коснется тебя. ის მუდამ იქნება შენთან ახლოს. Проблема будет вокруг тебя, так вот. Как იმიტომ რომ ელოდება რომ ნელთბილი გახდე. Она ждет, когда станет тепленьким. არ უნდა გახდე ნელთბილი. Ты не должен быть теплым. მოდივად სული წმინდის ცეცხლზე Ты უნდა. должен быть в огне Духа Святого ამენ. რომ постоянно. გაუფრთხილდე თავს და არამჟავ. Чтобы оберегать себя, это духовное молоко. გინახიათ ყინულზე ბუზი დამждარი? Вы видели, когда мухи сидят на льду? გინახიათ? Видели? ო, ცხავს და მოდი გავვრილდე. Они говорят, ой, муха, говорит, мне так жарко, я хочу охладиться. ყინულთან Нет. ვერ მიდის ბუზი. Когда лед, муха не может туда თუ сесть. ნელთბილი ხარ, Если ты теплый, მაშინ მოვა პრობლემა შენ. это придет проблема в твою жизнь. ამიტომ შენ შეგიძლია არ მიუშვა ეს შენ ცხოვრებაში. Ты можешь не пускать это в твою жизнь. დილიდან როგორც კი გაიღვიძებ, ეგრევე ბიბლიისკენ გაიქეცი. Вот это утро проснешься, сразу открывай Библию и бежи к ней. სმით ვიგსვორს აქვს ესეთი გამონათქვამი Слышь, ძირფასება. Господь говорит, ნიშნულოვანია ავდგეთ ისე, важно стать так, რომ ღმერთი სიტყვა გქონდეს გონებაში. чтобы Божье Слово было в нашем разуме. მანამდე ვიდრე იქ შეეჭრება ქვეყნიერება. Пока туда войдет мир. ამენ. ეგრევე ბიბლიისკენ გაიქეცი. Сразу, когда ты пробуждаешься, беги к ней. პირველი რაც უნდა გააკეთო ბიბლიისკენ წახვიდე. Должен сделать это, напитать себя Библией. და სხვა არავის და არაფერს არ მისცე ადგილი. И ничему никому не давай место в твоей жизни. და ბიბლია ერთადერთი რომელიც გაგანთავისუფლებს. Библия одна освободит тебя ყოველგვარი სიბინძურისგან. от всякой грязи. აი როგორც აი ხელოვნურ სუთქოს რო უკეთებენ. Когда человек идет искусственно дыхание, ან ადამიანი თუ მოწამლულია გადასხმას უკეთებენ. если человек ему делает переливание ან ოყნას უკეთებენ. или делает клизму, გესმით? მოდით ნახოთ ილუსტრაციას давай ვიქნას. смотрите профессиональную иллюстрацию. 1000 სულელები ნაკლაპი აქვს ადამიანს და ბიბლია ეხმარება მას. Что Библия, он просто аккуратный человек с такими гадостями, и Библия ему помогает делать. უსარგებლო. Это бесполезно. ო მე ცუდ არაფერს არ ვუყურებ. Ты говоришь, я плохой, ничего не смотрю плохого. ო სისხლის ღრაზე არ ვუყურებ არაფერს. О кровопролитии не смотрю, პორნოგრაფიას არ ვუყურებ. о порнографии тоже не смотрю. ვაუ, რას მელაპარაკები კაცო? Вау, о чем ты снова говоришь? მადლობა გადაგიხადო? Что я должен тебя благодарить? დააზიანებ ამით ღმერთს? Да ты что Богу навредишь этим? შენ ამჟავდები და დაიღუპები. Ты будешь, ты погибнешь, ты და ეს ყველაფერი იწყება ამ მცირედიდან ძვირფასებო. И все это отправление начинается с და малого. მიეცი ღმერთის სიტყვა საშუალება რომ გაგასუფთავოს და Дай გაგანთავისუფლოს. Богу возможность, чтобы Слово Божие очищало тебя, освобождало тебя. ამენ. იცით, ჩვენ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მომსმენი ситყვის. Ну, мы должны быть слушателями Слова. ვის უყვარს ძოხის რძე? Кто любит коровье молоко? ჰალელუია. თხის, А козе? თხისა, ცხრის А овечки, да? არის კამეჩის რძეც ძალიან სასარგებლო ძვირფასებო. კამეჩი. ბუივა. А буйвол, да. ვირის რძესაც სვამენ, სასარგებლოა. Осла тоже пьют молоко. ნახეთ. აკლემის რძე არის ძალიან ძვირი. და ასე შემდეგ. И так далее. ნახეთ. ნუ ჩიტის რძეც არის, ხო იცით, А გაიგონი. есть также еще птичье молоко. ძვირფასებო. რძე მოდის ბალახის ჭამით, ხო? А молоко приходит, когда корова ест траву. ამენ? მაგრამ იდეაში ეს ესე არ არის ძვირფასებო. Но по идее это не так. იცით როგორ ხდება? Знаете, как происходит молоко? ის ჭამს ბალახს, Она съедает траву, ბევრ ბალახს, очень много травы, შემდეგ წამოგორდება, потом она приляжет, ფეხი ფეხზე გადაიდებს ასე, так ногу на ногу, მეორეს ამოიდებს თავის ქვეშ, а другая вот так, ეს ბალახი ამოაქვს ზემოთ она поднимает это, что у нее уже внутри всю траву, და იწყებს მწოხნას. и начинает ее пережевывать, Аминь. пережевывать. და ჭამა კი არ აძლევს რძეს. И то, что она съела эту траву, не дает это молоко. ეს მწოხნა И იძლევა то, что когда რძეს. она жует, пережевывает это какао, Гесмеет. тогда и появляется молоко. ამიტომ უფალი გვეუბნება, И Господь говорит нам, იყავი არა მხოლოდ მომსმენი не სიტყვის, только слушателям слова, არამედ შემსრულებელი. но и исполнителям. ამიტომ
კითხვა ბიბლიის Потому что чтение слова, ხომ აუცილებელია. это же важно. ეს არის ჭამა, Это есть. მაგრამ ცოხნა, Но жевать, ეს არის უკვე შესრულება. когда ты исполняешь, это есть და მხოლოდ კითხვას დაანებეთავი დაიწყე შესრულება. Не только читай, но и исполняй Слово Божье. ამენ. ჩვენ უნდა ვიყოთ შემსრულებელი. Вы должны быть исполнителем Слова. შეწყვიტე მხოლოდ კითხვა Прекрати только და читать. ისე იკითხე რომ შენს ყურს ესმოდეს. Так читай, чтобы твое ухо слышало. რომ ეს წვენას მოგცემს. Это даст тебе веру. უფალს არ უთქვამს რომ წვენა მოდის კითხვისგან. Он сказал, что არ უთქვამს. он не сказал, что слово от чтения, წვენა. а что вера от чтения, წვენა არის მოსმენისგან ზურგოს. а вера от слышания. კითხულობს ადამიანი და არ აქვს წვენა. Человек читает, но веру Рато. не имеет. Почему? რომ არ ესმის რასაც კითხულობს. Он не слышит. შენ უნდა ისმინო. Ты должен შენს слышать. ყურს უნდა ესმოდეს. Твое духовное ухо должно слышать. და მერე Слово, დაიწყებს ღმერთის შენზე წვენის მოცემას. и Бог даст тебе веру. ჰალელუია ღმერთს Аллилуйя ვიფასებ. Богу. ამენ. Аминь. მოდით ნელ-ნელა წავიდეთ ახლა დასასრულისკენ. Давайте мы идем к концовке. რძის ნაწარმი ძალიან ბევრია. Да, молочные продукты очень много. მაწონი, Мацони есть, ყველი, сыр, караки, масло, каймაღი, сметана, დო, ნადუღი, это, იოგურტი, творог, йогурт, ყურუთი. куруты есть. еще. ამენ, ბევრია. Очень много есть. სიტყვა ერთია Да слово одно, და ძალიან ბევრი გამოცხადებები მოდის ჩვენ но ცხოვრებაში. откровений очень много. ამენ, в жизни. ღმერთს უნდა რომ გაკურთხოს. Бог хочет тебя благословить. ღმერთს უნდა რომ წარმატება მოგცეს. Он хочет дать тебе успех. ამიტომ ამბობს ის, Когда он говорит, მე გასწავლი შენ უდაბნოში. я учил тебя в пустыне, გასწავლი, а я, ცოტა წინ გამოდი. да я учу тебя в пустыне, ნაუჩუ. да я научу тебя. ამენ. და მერე ისეთ მიწაზე შეგიყვა. И я веду тебя в такую землю, შეგიყვა. я веду тебя. პავიდუ. სადაც მოედინება რძე და თაფლი. И там, где течет молоко и мед. ამენ. ეს კურთხევაა ზვირფასებო. Это ეს благословение. წარმატებაა. Это успех. ღმერთს უნდა რომ ისეთ გარემოში ცხოვრობდე. Бог хочет в такой ситуации, თუ მას დაუჯერე, окружение же- თუ ამ სულიერ რძეს არ ამჟავე, Если ты не скиснешь это духовное молоко, გექნება მუდამ რძე და თაფლი. у тебя будет молоко и мед. ამენ. გიყვარს რძე და თაფლი. Ты любишь молоко и мед? კარაკი და თაფლი გიყვარს? Любишь масло и мед? აი ღმერთი ამ ყველაფერს მოგცემს. Бог даст тебе все это. თუ შენ გაუფრთხილდები მის სიტყვას და Если დაიცავ. ты будешь оберегать и сохранить Божье Слово. ჰალელუია. ღმერთი დიდებულია Наш ზვირფასებო. Бог великий. ის არის მაკურთხებელი, Он Бог благословляющий. სიუხვის მომცემი. Он Бог, дающий нам изобилие. აბაკუმი ამბობს, რომ მე შიმშილი მინდა მოგცეთ თქვენო. Во многом написано, что я хочу послать вам голод. მოდით ნახოთ ეს ადგილი. Давайте откроем это. უბრალოდ ეს არის. დგება ესეთი დღეები ამბობს უფალე, როდესაც მე გამოგზავნი მიწაზე შიმშილს, არა პურის და წყურვილს, არა წყლის, არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის. ამენ. ჰალელუია. გესმის ზურფასებო. მოვა ეს დრო. ამოსის 8:11-ში. Это Амос 8. ამიტომ ღმერთს თხოვე, ღმერთო, მინდა შიმშილი მქონდეს შენი სიტყვის. Скажи, Господи, хочу иметь მომეცი голод. წყურვილი შენი სიტყვის. Дай სულ რომ შიოდეს. мне жажду, როგორც პატარა ბავშვს სულ შია. как ребенок маленький. შეჭამა, Голодный, კიდე შია. поел, еще хочет. იცი, საკვარისია ვიღაცამ პირი გააქანოს. А кто-то, он просто может жевать. იმ წუთში შეუძლია ბავშვი მივარდეს და გააღებინოს პირი რაშჭა. И говорит, что ты кушаешь? А сразу бегишь. Аминь. Что ты там кушаешь, что ты там жуешь? ამიტომ თუ ბავშვის გვერდით საჭმელს ჭა, Если ты ешь это с ребенком, ჩუმად ჭამე. тихо. რო არ დაგენახოს. чтобы он тебя не увидел. ამენ ასე უნდა იყოს ღმერთის სიტყვისადმი. Ты, конечно, должен быть иметь жажду. ღმერთო მომეცი, უთხარი ღმერთო მომეცი შიმშილი. Скажи, Бог, дай мне духовную жажду. духовный შენი голод. სიტყვის, Слово. წყურვილი შენი სიტყვის დუჩქარო. Да жажда ამენ. Слово. მომეცი უფალო ყველაფერი. Дай мне Господь. ინდა გქონდეს შიმშილი. Ты хочешь иметь ვის голод უნდა გქონდეს по შიმშილი. Богу, по Божьему Слову. ღმერთს შეუძლია ეს მოგცეს. Бог может дать тебе жажду. ჰალელუია. Слово. ამიტომ უნდა გაიგო ძვირფასო. Ты должен узнать თუ რა არის ხელი შემშლელი ფაქტორი. то, что мешает тебе. ამენ. რაც ხელს უშლის შენს გამოკვებას. Что мешает тебе напитаться. იგემო და უნდა ჩაგვიჩო ეს. Ты должен вкусить. მოდით ისევ პეტრეში ბოლო ადგილი ვნახოთ. Давайте последнее место с Петра. იგემეთ რომ კეთილია უფალი. Вкусить и увидеть, что благ Господь. ესე რომ გაიგო რაიმე გემრიელი არის თუ არა, Чтобы узнать, что вкусно это или нет. უნდა ჩაგვიჩო. Ты должен вкусить. Ты должен ამენ. вкусить. სულით ვერ მიხვდები გემრიელია А თუ просто არა. по запаху ты не
ხედვით ვერ მიხვდები. Или просто по взгляду очей. შენ უნდა ჩაკბიჩო. Ты должен вкусить и узнать. და უფალი ამბობს, ჩამკბიჩე. Он скажет, вкусите меня. ამენ. მე ვარ ყველაზე გემრიელი. Аллилуйя, самое вкусное. Я და самый როდესაც сладкий. ამ გემოს გაიგებ, Когда ты узнаешь вкус Бога, არასოდეს არ მიატოვებ ამ ты გემოს. никогда его не оставишь. იმიტომ რომ ის არის შენი ზრდისთვის Потому что это для твоего возрастания და შენი გადარჩენისთვის. и для твоего спасения. იესოს სახელით. Во имя Иисуса. და ყველამ თქვა, И все скажут, ამენ, ჩვენს უფალს ვირფასებო. ჰალელუია. ება და დიდება ჩვენს ღმერთს. ამენ. слава Господу. ჰალელუია. კარგით. Хорошо. მადლობა.